ხელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამენ. დიდი მარხვის მეორე კვირას ვენეციელი მღვდელმთავარი ილია მინიატისი შურის შესახებ. ჩვენ ცოდვილნი მომთმენი უნდა ვიყოთ, როცა ვხედავთ, რომ თვით უცოდველი ძე ღმრთისა განიკითხება სულთა და ხორცთა ღვთაებრივი მკურნალი იესო ქრისტე გალილეის ქვეყნიდან კაპერნაუმში დაბრუნდა. დღევანდელ სახარებაში ნათქვამია, რომ თავისი მოსვლის დღეს მას სამი უდიდესი სიკეთე უნდა აღესრულებინა და რომელიც აღასრულა კიდეც. პირველი, იქაურ მცხოვრებთა წინაშე წარმოთქვა ქადაგება, რომელშიც ღვთაებრივი სწავლება ისეთი ძალითა და სიტყვებით გადმოსცა, რომ თითქმის მთელი ქალაქი მოიზიდა. სახლი, რომელშიც ქადაგებდა, ხალხი სავსე იყო და გარეთაც ურიცხვი ადამიანი ეხვია. სახარება ამბობს და ესმა რამე თუ სახლსა შინაარს და მეხსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაი, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კარგთა მათ და ეტყოდა მათ სიტყვასა. მეორე, თავისი ერთი ყოვლადწლიერი სიტყვით გაამართლა უბედური განრღვეული, რომელიც 4 ადამიანმა მიიყვანა. აღდეგ აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე. მესამე, სხეულის სიმრთელესთან ერთად მას სულიერის სიმრთელეც მიმარლა, თავისი ღვთაებრივი მეუფებით. ცოდვები მიუტევა, შვილო მიგეტევნენ შენ, ცოდვანი შენ. ხოლო მწიგნობარნი და ჟულის დამცველნი, სინაგოგის სამღვდელონი იესოს განიკითხავენ, როგორც მგმობელს. ხოლო იყვნენ ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართთაგანი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს, ვითარმეთ ესე გმობასა იტყვისო. თქვენ წიგნობარნო, თვალთ მაგცნო და ცილის მწამებელნო, ეს თქვენი თქვით გმობასა. ქრისტეს კი თქვენს მიერ განკიცხულს, როგორც ღმერთს, აქვს ხელმწიფება ცოდვათა მიტევებისა, როგორც ღმერთს აქვს ძალა სნეულებისაგან განრღვეულის განკურნებისა. ის გმობასა იტყვის, იმიტომ რომ მიუტევებს და კურნავს. აი ეს გაცთუნებთ, ეს წამლავს თქვენს გულებს, ეს აკეზებს თქვენს ენას განკითხვისათვის. გთხოვთ, ძმანო, იფიქროთ, რა მიზეზი იმისა, რომ წიგნობრებმა ასე ვნებით ილაპარაკონ სასწაულ მოქმედი მეუფის წინააღმდეგ. ქრისტე ასწავლის, ქრისტეს სასწაულებს ახდენს. წიგნობარნი ხედავენ, რომ მის მოსასმენად ურიცხვი ადამიანი იკრიბება. ხედავენ, რომ ერი გაოცებულია მისი სასწაულებით, რომ ზოგს წამსის, როგორც დიდი წინასწარმეტყველი, სხვებს ჭეშმარიტ ღმერთადაც მიაჩნიათ იგი. ცთუნდებიან მწიგნობარნი, განიკითხავენ და ხმამაღლა ამბობენ, რომ ის იტყვის გმობასო. რა არის ეს? მხოლოდ შური. ეს არის შური, რომელიც ყოველივე კარგს ებრძვის, ხოლო განკაცებული ღმერთის სიტყვებსა და სასწაულებს კიცხავს, როგორც ბოროტად გმობას. ვსარგებლობ ასეთი საბაბით და მინდა იმაში დაგარწმუნოთ, რომ ამ ხალხს და ღვთის მოძულე ვნებას რამდენადაც შესაძლებელია თავი აარიდოთ. პირველ რიგში მინდა გიჩვენოთ, რა არის შური, შემდეგ კი რასთან მივყავართ მას. შური ეს პირველსაწყისი თესლია ყოველივე ბოროტისა, ყოველგვარი ცოდვის პირველი წარმონაშობი, ცისა და მიწის განმოყუნელი, პირველი შხამიანი სიბილძე, პირველი გამხრწნელი ქვა, რომელმაც საუკუნო ტანჯვის ცეცხლი დაანთო. პირველი, ვინც ზეცაში სიამაყით შესწოდა, მთიები იყო. პირველი, ვინც ურჩობით სამოთხეში შესწოდა, ადამი იყო. პირველი შურით შემწოდე კი კაენი იყო, მაგრამ უპირველესი მიზეზი
მთიების ადამისა და კაინის ცოდვებისა მაინც შური იყო. შურით დაბნელდა დიდი მთავარ ანგელოს და მხედართმთავარი სერაფიმთა, როცა მან სამრწყინვალე ღვთაების ენით გამოუთქმელი სიკეთე და დიდება პირველად იხილა. შეშურდა და დამწუხრდა. შემდეგ სული მისი სიამაყით აღზევდა და თავი ღმრთის სწორად წარმოაჩინა. შენს თქუ გულსაშინა შენსა ზეცად მიმართ აღვიდე და ვიყო მსგავს სიმაღლისა. ესაიას წინასწარმეტყველი. გრიგორი ღვთისმეტყველის აზრით შურმა დააბნელა სიამაყით დაცემული მთიები. მან დაებრიმა ვერა იტანა, რომ ღმერთად არ თვლიდნენ. შვენიერი ნათლის ანგელოზი წყდიადის საშინელ დემონად იქცა. უმაღლესი ღირსება საუკუნო სატანჯველზე გაცვალა და მადლის ბრწყინვალე ღვთისმსოვილი სამოსის აღკვეთით იმ სამოთხისა, რომლითაც იგი ღმერთმა შემოსა, იმ სამოსლისა, რომლითაც იგი ღმერთმა შემოსა, შიშველი დარჩა. თუმცა შეინარჩუნა ძირითადი თვისებები თავისი არსებისა, შეურყეველისა, ჯიუტისა, ბოროტებაში უცვალებელისა. ღვთისმბრძოლმა განდგომილმა თავის თავში კიდევ უფრო დიდი სიძულვილი და მტრობა აღაგზნო ღმრთისადმი და აღარ ძალუძს ამ ბრძოლას თავიანებოს. როცა ღმრთის წინაშე თავის სრულ უძლურებაში გაწმუნდა, იარაღი ადამიანის წინააღმდეგ მიმართა და მასთან იწყო ბრძოლა, როგორც საშინელმა მხეცმა, ლეოპარდმა, რომელსაც იმდენად ზულს ადამიანი, რომ როცა თავად მას ვერ ვნებს, მის გამოსახულებებზე იოკებს მძვინვარებას. ასევე მტერმა ყოველი სიკეთისამ ეშმაკმა ღმრთის წინაშე უძლურმა, როცა განსულიერებული ხატი ღმრთისა ადამიანი დაინახა, შხამიანი გველის სახით ეკვეთა. დაინახა ადამიანი დიდებისა და ღირსების გვირგვინით მოსილი, სიტკბოების სამოთხეში, ყოველი ხილული ქმნილების მეუფე და შურით მოიწყლა. დაიწყო ჩაგონება, ცთუნება, პირველ მამათა მიდრეკა ურჩობისაკენ. ძლიერ გაიხარა, როცა ნახა, რომ ისინი გამოიდევნენ სამოთხიდან. განსაკუთრებით, როცა გაიგო, რომ მოკვდავნი გახდნენ. სიკვდილითა მოსყდეთ, როგორც ამბობს დაბადების წიგნი. ღმრთისადმი მტრობითა და ადამიანის სტუნებით ის აშკარა ღმრთის ბრძოლი შეიქმნა. მაგრამ როცა დაინახა, რომ გადაწყვეტილება მაშინვე არ იქნა სისრულეში მოყვანილი, რომ ღმრთისაგან სიკვდილ მისჯილი ადამი და ევა მაშინვე არ დაიხოსნენ, არ დაელოდა დროს და მთელი ძალებით შეეცადა ცხოვრებაში სიკვდილი, რაც შეიძლება სწრაფად შემოეტანა. მან კაენის გულს შურის შხამი შეასვა და მისი ხელი თავისი ძმის აბელის მოსაკლავად აღჭურვა. ამგვარად დაიწყო დედამიწის შებილწვა ადამიანის სისხლით. მსმენელნო, თქვენს ყურადღებას ერთ ამბავზე შევაჩერებ. სახელოვან ქალაქ ათენში ცხოვრობდა ვინმე ფილოსოფოსი სახელად ლეონტი. წარჩინებული გვარის რწმენით წარმართი, იგი ასტროლოგიას მისდევდა და ფრიად პატიოსნად ცხოვრობდა. სიკვდილის წინ მთელი თავისი ქონება ვაჟიშვილს უანდერძა. ქალიშვილი კი ცარიელი დატოვა. როცა ჰკითხეს სუსტ არსებას რატომ მოექცა ასე, თითქოს და სიძულით და სამზითეოდ არაფერი დაუტოვა, ლეონტიმ მიუხვდა. მისთვის თავისი ბედნიერებაც იგმარებსო. შესაძლოა ასე იმიტომ უპასუხა, რომ როგორც წარმართი და ასტროლოგი მის თანამედროვე უცნაურ შეხედულებასა და ვარსკვლავს დაეყრდნა, რომლის ქვეშაც მისი ასული იყო დაბადებული. მაგრამ როგორც დაინახავთ, ქალიშვილის მომავალი ბედნიერება იყო შედეგი გულმოდგინე აღზრდისა, სათნოებისა, გამორჩეული ნიჭიერებისა. როცა სათანადო
გარემოებები შეიქმნა, მან მართლაც და ბრწყინვალე მდგომარეობას მიაღწია. მაგრამ ათენაიდა, ასე ერქვა მას, მამის ანდერძმა არ დააკმაყოფილა და მისი გარდაცვალების შემდეგ ძმისთვის მშობლების ქონების გაყოფა მოინდომა. ათენიდან კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, რათა მეფესთან ეპოვა სამართალი. იმ დროს მეფე იყო თეოდოსი უმცროსი. როცა ათენაიდა მეფეს წარუდგა, იგი მეფის დამ სახელოვანმა პულქერიამ დაინახა. მან შენიშნა მისი მშვენიერი სახე, საოცარი მზერა. საუბრებში გონიერება ყველაფერში იგრძნობოდა, რომ იგი ფილოსოფოსის შვილი იყო და ამასთან თავადაც ფილოსოფოსი. პულქერიამ შეიყვარა იგი. მოწყალედ მიიღო. ქრისტიანობაზე მოაქცია და შეაყვარა იგი. წარმართული სახელის ათენაიდას მაგიერ ქრისტიანული სახელი ევდოკია დაარქვა. გაქრისტიანებული ევდოკია თავის ძმას თეოდოსი უმცროსს შერთო. ასე ახსოვდა გარეგნულად საფუძველს მოკლებული სიტყვები მამისა, მისთვის თავისი ბედნიერებაც იგმარებსო. უბრალო ათენელი წარმართიდან იგი კონსტანტინოპოლის ქრისტიან დედოფლად იქცა. მას მშობლების ქონება არ ერგო, მაგრამ სკიპტრა და გვირგვინი უბოძა ღმერთმა. ხომ არ თრთის თქვენი გული ძმანო, როცა ქალწულის ასეთი ბედნიერების შესახებ გესმით, მაგრამ მოემზადეთ ცრემლისათვის, რათა მისი უბედურება დაიდიროთ. ო შურო, შურო, რა რიგმწარე ხარ და რამდენი უბედურება მოგაქვს კაცთათვის. შეშურდათ ევდოკიასი, მეფისა და ქმრის წინაშე უსამართლოდ ცილი დასწამეს, ვითომ და არ ჰქონდა მისდამი სიყვარული და მოწიწება. ვითომ და საიდუმლოდ ეტრფოდა პავლინიანეს, რომელიც ფრიად განათლებული და შესანიშნავი ადამიანი იყო, რომელთანაც მეცნიერების მოყვარე დედოფალი მართლაც და ხშირად საუბრობდა. მეფემ ეს არ დაიჯერა, მაგრამ დაეჭდა ევდოკიას არაფერი უთხრა და ამაში დასარწმუნებლად შემთხვევას დაელოდა. შემთხვევითობა მოხდა და თანაც საბედისწერო. ერთხელ მეფეს უჩვეულო დიდი ვაშლი მიართვეს. მეფემ ვაშლი ევდოკიას გაუგზავნა. მან კი ცილის წამებაზე არაფერი არ იცოდა და ვაშლი აჩუქა პავლინიანეს, რომელიც იმ დროს ავად იყო. პავლინიანესთან მოსანახულებლად მისულმა მეფემ თავისი ვაშლი დაინახა, სახე ეცვალა, გული აემღვრა და ავადმყოფისაგან ნაღვლიანი და მრისხანე წამოვიდა. ხოლო როცა დედოფალთან მივიდა, პირველ რიგში ვაშლი მოჰკითხა. ქალმა ეშმაკის მოქმედებით თუ ღვთის დაშვებით ქმარს სიმართლე არ გაუმხილა. თქვა, რომ ვაშლი თვითონ შეჭამა და მეფის სიცოცხლეც დაიფიცა. ეს საკმარისი იყო, მეფემ ფიცი არ დაიჯერა და მაშინვე ლოგინში მწოლიარე უდანაშაულო პავლინიანესათვის თავის მოკვეთა ბრძანა. მეფე გასცილდა ევდოკიას და იერუსალიმში გადაასახლა. სასახლე, სადაც ადრე სიხარული და მშვიდობა სუფევდა, მწუხარებითა და განგაშით აღიმხვრა. ამ მაგალითიდან ხედავ, რამდენი ბოროტების ჩადენა შეუძლია შურს, ცილის წამებასთან შერეულს. შურის გამო მოკვდინებულ იქნა უდანაშაულო პავლინიანი. დედოფალი ქმარს დაშორდა, შეიბღალა სათნოება, ერთგული ცოლისა, მრავალთა სიხარული დაინგრა და ამისაგან სიამოვნება არავის მიუღია. შეუძლია კი ამის შემდეგ შურიანს, რომელიც დემონებს ბოროტ სიხარულს გვრის, შეუძლია ან აქვს უფლება ქრისტიანად იწოდებოდეს. ერთხელ ერთ ბრძენს კითხეს, როგორი თვალები ხედავენ უკეთო, შავი თუ ნაცრისფერი, კაცისა თუ ქალისა, ადამიანისა თუ ცხოველისა. მან უპასუხა, ყველაზე უკეთ შურიანის თვალები ხედავენ. ისინი ხედავენ ყველაფერს, სულ ახლოს, უმცირეს და იმასაც, რაც შორსაა, მხოლოდ ერთს ვერ ხედავენ, სიკეთეს.
და თუ კი მაინც დაინახავენ, ცრემლით ივსებიან და თითქოს და უნებურად იხუჭებიან. ცდილობენ არ დაინახონ ის, რამდენიც გინდა დაიმალე, ჩაიკეტე, მოშორდი, იყავ მდუმარედ, შენ საცხოვრებელში განმარტოვდი, უდაბნოში გადი, შურიანის თვალები მოაღწევენ შენამდე და ნახავენ, რას აკეთებ. შურიანს ერთგვარი მხედველობითი მილაკები აქვს, რომელთა მეშვეობითაც ის ძალზე შორს ხედავს. სადიპოვი ისეთ ადამიანს, ყველაზე სათნოსა და წმინდანსაც კი რაიმე მანკიერება რომ არ ჰქონდეს, მხოლოდ ღმერთია უწოდველი და უმციკლო. მქირდავი არა მხოლოდ მრავალთა ეხება, არამედ რჩეულთაც. რამე თუ სრულიად უდანაშაულო და ვნებათათვის მიუწოდომელი, მხოლოდ ღმერთია, ამბობენ ღვთისმეტყველნი. მაგრამ შურიანის თვალები ადამიანებში უმცირეს ნაკლსაც ხედავენ, ისეცაც კი, როგორიც მათში არასდროს ყოფილა. დასასრულს გავიხსენოთ პავლე მოციქულის სწავლება. ნუნცა ვართ მზვაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე. გალატელთა მიმართ ეპისტოლეში. როგორც ბრძანებს იგი, ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ყველამ მხოლოდ საკუთარი ვიცოდეთ, ერთმანეთს ნუ განვიკითხავთ, ერთმანეთის ნუ შევშურდება. თუ კი სჭამთ ურთიერთს, იფრთხილეთ, რათა ყველანი არ დაიღუპოთ, ხოლო უკვე თუ ურთიერთარს იქბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ ნუ უკვე ურთიერთარს განილინეთ, როგორც ამბობს მოციქული პავლე გალატელთა მიმართ ეპისტოლეში. ეს ჩვენზე აღსრულებული წინასწარმეტყველებაა. ქადაგებელი თავის სამშობლოზე საბერძნეთზე საუბრობს და მე ვფიქრობ, რომ ეს მარტო საბერძნეთზე ნათქვამი არ არის, ჩვენს ქვეყანასაც და ჩვენს ხალხსაც ეხება ის, რასაც ეხლა იტყვის მღვდელმთავარი ილია მინიატისი. თქვენ იცით, როგორ დაიღუპა დიდება ჩვენი ერისა და სამეფოსი. ნახეთ მისი ისტორია. ვერც სპარსთა ძალა, ვერც აგარიანთა מחვილი მოუტანდა ამ სამეფოს ამდენ ბოროტებას, რომ არა მოქალაქეთა შური ურთიერთ შორის, როცა ოჯახში, საზოგადოებაში, ქალაქში ან სახელმწიფოში შური ინერგება და ადამიანები ერთმანეთისათვის სამაგიეროს გადახდას იწყებენ. მაშინ გარეშე მტრები დამარცხებისათვის საჭირონი აღარ არიან. როცა ერთმანეთის შურს ვიწყებთ და ვიარაღდებით, მაშინ ჩვენი წარწმენდისათვის ეშმაკიც კი აღარ არის საჭირო, ამბობს ოქროპირი. ღვთის გულისათვის, რომელიც გვწამს და რომელიც არის ღმერთი მშვიდობისა, მამას ახიერებისა, სახარების გულისათვის, რომელიც აღთქმა სიყვარულისა, ეკლესიის გულისათვის, რომელიც უნდა იყოს ადგილი თანხმობისა და ერთობისა, ჩვენს თავში მცირედი შურიც არ დაუშვათ. მტრებს სიხარულისათვის საბაბს ნუ მივცემთ. ფილისტიმელებმა ისრაელელებს ზლიეს. იმავე დღეს საულიც მოკვდა შვილებთან ერთად. ისრაელელებს არასდროს განუცდიათ ამაზე დიდი დანაკარგი. თავისი ხალხის უბედურების შესახებ დავითმა შეიტყო და თავის ამალას მიმართა. ნუ მიუთხრობთ მაგას გეთათ, ნუცა ახარებთ შესავალთა ასკალონისათა, რათა მტერმა ჩვენი უბედურება არ შეიტყოს და არ გაიხაროსო, რათა არა სნას და უხაროდის ასულთა მათ უცხო თესთასა. ამას ამბობს დავითი მეფე წინასწარმეტყველი, რომელიც საულისაგან მხოლოდ მტრობას განიცდიდა, მაგრამ ქვეყნისათვის, ხალხისათვის მან ასე გამოაცხადა, რომ ეს ჩვენი უბედურებაა, ხალხის დაღუპვა, დამარცხება ომში და საულის, ანუ მეფის დამარცხებაცო და სიკვდილიცო. მან ასე აღითქვა იგი, როგორც თავისი ქვეყნის უბედურება. აი ასე უნდა ვიაზროთ ჩვენც, როცა საქმე ეხება მთლიანად ჩვენს ერს, ჩვენს ხალხს მთლიანობაში და არ უნდა გავთითო კაცდეთ ასეთ შემთხვევაში.
ზმანო და თანამოძმენო, ქრისტიანენო, უბედურებას, ტანჯვას, სხვათა დანაშაულსა და ცოდვებს აღმოჩენას ნუ დაუწყებთ. განსაკითხავად ნუნცა ვართ მზვაობარ, ურთიერთარს მავრალობელ, ურთიერთარს მოშურნე, რათა უცხო ტომელებმა, ჩვენმა ხილულმა და უხილავმა მტრებმა არ იხარონ, მხოლოდ მდუმარება, თანაგრძნობა, მეგობრობაში, მაგრამ გამკიცხავი შური, მაბრალობელი, მოყვასის გამკითხავი, ის უნდა განიდევნოს ქრისტიანობიდან. ის, ვისაც ასეთი ვნება აქვს, არ არის ღირსი ადამიანად იწოდებოდეს და მით უმეტეს არ არის ღირსი ერქვას ქრისტიანი. ერთმანეთ აგვულოცოთ და გაგვირთვათ.